წიგნებით გრძელდება ეს შენობა. ფიგურა. მარტო ამის დახატვას მომუნდი 3 თვე. ადრე კინოზე გადაიტანო. მოდეს ხსენებად და ცხვირი წირო წახვისას და რადგან ცხოველად მოივა და ცრემ ეს ფრინველები ეს უნიჭიერესი მხატვრის ბატონი გოჩა ზაგანაშვილის გამოფენა, რომელიც მნიშვნელოვანია კულტურული ღონისძიება ასეთი მოხდეს ამ რეგიონში. ეს რაღაც იმართლა გითხრათ აღთქმული ვარ, შესანიშნავი ნახატებით, უნიკალური და ორიგინალური. ყოველთვის ხარში უდგევარ და გვერდში დავუდგებით შიდა ქართლის წუნებულის ადმინისტრაცია ესეთ გამოფენებს, ასეთ ღონისძიებებს და ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი რეგიონისთვის. 12 ქვეყანაში ქონდა გამოფენა 12 ქვეყანაში და პირველად მაგ საქართველოში გამოფენა ისიც გორში. ურმესი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა და რაც შეეხება ამ ნამუშევრებს, ჩემი მეუღლის იდეაა თქვა ეს დავით აღმაშენებელი, საიდანაც ამოვიდა მე ეს ინსპირაციაც და დავხატე უკვე მე ვაჟაბშავილა მე თვითონ. და ალბათ მე ბევრს ვიზავ იმას, რომ კიდევ უფრო გავახარო და გავახარო ქართველი მაყურებელი, იმიტომ რომ მაგ შექსპირი დახატული ამ სტილში და ეხლა ვაპირებ შოთა რუსთაველის დახატვას თავისი პერსონაჟებით. გორის სერგი მაკალათიას ისტორიულ-ეთნოგრაფიულმა მუზეუმმა დღეს უმასპინძლა არაჩვეულებრივ მხატვარს გოჩა ზაგანაშვილს. ჩემი თხოვნით მე დაუკავშირდი ბატონ გოჩას, ვთხოვე რომ გორში გაეკეთებინა კერძოდ ჩვენს მუზეუმში პირველი პერსონალური გამოფენა საქართველოში, რაზეც მე არც ერთი წუთი თუ არ მიმიღია ბატონი გოჩასგან. ძალიან დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის, რომ ჩვენს ქალაქს, ჩვენს გორელებს მიეცა საშუალება, რომ ამ არაჩვეულებრივი გამოფენის მოსწრენი გახდნენ.